ძალიან ხშირად გამიგია და ეხაც ახსენეთ, რომ აი შეიძლება იყოს სიღარიბის კოდი, რომელიც მოდის საგვარეულოდან. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მართლა ადამიანები არიან, რომ ძალიან ბევრს შრომობენ, აი მართლა გასწორებული აქვს დღე, ღამე და რაღაცა აი არ მოდის და არის ზოგი ძალიან იღბლიანი ამ თემაში რაღაც დადგება იმ ადგილზე დაეცემა თავზე რაღაცა ხო არ მასე და აი მაინტერესებს, რომ აი აქ რა ხდება, ანუ შეიძლება საგვარეულო ბლოკი იყოს. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს საგვარეულო. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყოს, რომ ძალიან ბევრი ჩვენი წინათაობებმა გაიარეს უკიდურეს შეჭირვების ეტაპები. მეორე მსოფლიო ომი იყო, გაკულაკება იყო მაგალითად. დაკარგეს ძალიანები იყო, სადაც ხდებოდა ძალიან რთული და მტკივნეული ესეთი პერიტრუბაციები და ადამიანები კარგავდნენ ჩვეულ ცხოვრების წესს და შესაბამისად უსაფრთხოების გარანტიები მოულოდნელად ხდებოდა, იმიტომ რომ როგორ არის იცით, ერთი არ შეიძლება ადამიანმა დაკარგოს მაგალითად მატერიალური რაღაც ბაზა გამოიცავოს ფერქვეშ, მაგრამ მეორე არის, როცა ის ხდება ძალიან სწრაფად და მყისიერად. ეს არის ძალიან მძიმე რესურსული ტრავმა, იმიტომ რომ როდესაც შენ არ ელოდები და შენი ცხოვრება 180 გრადუსით ამოყირავდება, დაცულობის კუთხით ხან თავარი ინსტინქტია ის ხო ადამიანის დაცულად იგზნოს თავი და მატერიალური ამაზე არის მიმული. შესაბამისად უკვე ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრის სწრაფად გადალახვა და ადაპტირება ძალიან ცოტას გამოსდის.